ძალიან კარგი ახალი ჰოსპიტალი გაიხსნა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე. ინვესტორი გახლავთ Hualing ჯგუფი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტორი ჩვენი ქვეყნისთვის. საერთოდ უნდა ვთქვა, რომ ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან სწრაფად ვითარდება. ეს ჰოსპიტალი ამ რეგიონისთვის, ამ რაიონისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, მრავალპროფილური ჰოსპიტალი გახლავთ. ვაზისუბნის და ვარკეთილის მოსახლეობისთვის ნამდვილად არის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი. მე მინდა ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო, მაგრამ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ასეთი ჯანდაცვის ობიექტის არსებობა ამ მიდამოებში არ იყო და ეს ახალი ობიექტია. 400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული აქ. თითქმის 5 მილიონამდე არის ინვესტიცია და საერთოდ მინდა ვთქვა, რომ Hualing არის ჯგუფი, რომელიც აფართოვებს თავის ინვესტიციებს საქართველოში. ჩვენ მქონდა 2014 წელს ვიზიტი ურუმჩიში, სადაც მოვილაპარაკეთ აი ამ ურთიერთობების გაფართოვებაზე და სულ ცოტა ხნის წინ შედგა ჩინეთის პირველი ვიცე-პრემიერის ვიზიტი, ძალიან წარმატებული ვიზიტი, სადაც ასევე ჩვენ მქონდა საუბარი კიდევ უფრო გაღრმავებაზე ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების და უახლოეს მომავალში ჩვენ ძალიან ბევრი ინვესტიციას უნდა ველოდოთ ჩინეთიდან. დღესაც აი ამ შეხვედრის მერე მე ვხვდები რამოდენიმე ბიზნეს ჯგუფის წარმომადგენლებს, რომლებიც ლოგისტიკური და სატრანსპორტო ინვესტიციებით არიან დაინტერესებული. ასე რომ მინდა მიულოცო ყველას, ეს მნიშვნელოვანი ინვესტიცია და კიდევ არაერთი ასეთი ობიექტი გაიხსნება ამ მიდამოებში, რაც ძალიან სასიხარულოა.